ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ეს ბრძოლა არის რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლას არ ქვია რაღაცა პატარა პარტიებთან და ოცნებასთან ბრძოლა, ეს რუსეთთან ბრძოლა. ამ რუსეთთან ბრძოლას ჩვენ გავიარეთ ბევრი ეტაპი. გავიარეთ ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300,000 ადამიანი დგევართ გარეთ და ვართ ძლიერები. გავიარეთ ეტაპი, როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს. გავიარეთ ეტაპი, როდესაც ჩვენ პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვტებიან და არიან ციხეში. გავიარეთ მძიმე და საამაყო ეტაპები. ეხლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა გამოვაცხადო ახალი ფორმა ჩემი ბრძოლის. და ეს ფორმა არ არის ან ემოციური, ან გაუაზრებელი. ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. აქ არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, უბრალოდ რაღაცა სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ ციცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს არ ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი ქართული ოცნებისთვის. მეორე განაცხადი არის ხალხისთვის. რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობარი ერთადერთი გზა. ამიტომ მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში. მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს, ან როდის გამოვიდეს. მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, რომ თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ. მადლობა დიდ.